მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ტელეკომპანია ახალს და გადაცემა 20 წუთი. დღეს ჩვენ 20 წუთს გავატარებთ პარლამენტართან, პარტია საქართველოს წარმომადგენელთან სოფო ხორგუანთან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდი მადლობა სოფო, რომ მოხვედით ჩვენთან. ძალიან ბევრი თემაა სასაუბრო, თუმცა 20 წუთი არც ისე ბევრი დროა და ამიტომ მინდა რომ ისეთ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც სამწუხაროდ მიჩქმალულია და ყურადღების მიღმა რჩება. პირველ რიგში ჩემი დღევანდელი დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ თქვენ მოიარეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ქვემოთ და ზემოთ, ხო? მუნიციპალიტეტებში ძალიან ბევრი პრობლემებია. და ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, როდესაც მუნიციპალიტეტიდან ბიუჯეტში აუთვისებელი თანხები ბრუნდება. თქვენ რა დაინახეთ? აი, რატომ ბრუნდება ეს თანხები? რისი ბრალია? არ იცნობს მუნიციპალიტეტი საკუთარი ხალხის პრობლემებს, არ აქვთ მათ ხალხთან შეხება და კომუნიკაცია. თუ აი როგორ უნდა დაბრუნდეს თანხები, როდესაც რაიონებში თუნდაც ტრანსპორტი არ არის და ძალიან ბევრი სოფელი 21 საუკუნეში ნატრობს, რომ თუნდაც კვირაში ორჯერ დადიოდეს მათთან ავტობუსი. აი რა ნახეთ თქვენ, რომელი მუნიციპალიტეტები მოიარეთ და ყველაზე მეტად რა ძირეული პრობლემები გამოიკვეთა? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, ხსენელს, ვინც თქვენს არხს უყურებს, მოგესალმები მოქალაქეებს. მოდით პირდაპირ ვიტყვი, ყველა მმართველობა, რაც ისე ვთქვათ, შევისწავლე, ეს სახელმწიფო აუდიტორის დასკვნების საფუძველზე დავიწყე შესწავლა იმ გამოკვეთილი პრობლემების და იმ რეკომენდაციების, რომელიც ჰქონდა სახელმწიფო აუდიტორს გაკეთებული სხვადასხვა უწყებების მიმართ და ძირითადად მე მაინც დავიწყე თავიდან მუნიციპალიტეტების შესაბამისობის დასკვნები შევისწავლე და მე უკვე მოქალაქეების მომართვის საფუძველზე 7 მუნიციპალიტეტში მერებისთვის მაქვს გაგზავნილი კითხვა, ოფიციალური კითხვები. დედოფლისწყარო, ხულო, ადიგენი, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, მოკლედ სხვადასხვა მიმართულებით დავიწყე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მერები უკვე მესამე და ზოგადად მესამე ვადით და ხშირ შემთხვევაში მეორე ვადით არიან არჩეულები. აუდიტორის შეფასებებიდან და რეკომენდაციებიდან რა გაითვალისწინეთ? იქ კონკრეტულ დანაშაულებზე საუბარი. ეს მე მოგიყვებით, აი რის საფუძველზე დავიწყე სიარული და ეს დოკუმენტებს რო ამბობენ ხოლმე, აი მოქალაქეები ამბობენ ამას, რატო ამბობ დოკუმენტების სადელისო. ამის უკან, ყველაფრის უკან არის დოკუმენტები არა ჩემი შესწავლილი, არამედ სახელმწიფო აუდიტორის შესწავლილი. ეს პირველი. ეხლა რაც შეეხება თვითონ სხვა კონკრეტულ ამბებს, რომელიც მოქალაქეებისგან მაქვს, რა თქმა უნდა, ეხლა მაგალითად ერთი კონკრეტული შემიძლია პირდაპირ გითხრათ, აი კახეთში ველის ციხეში მოქალაქეებმა მომართეს, რომ აი რაღაც ამდენი წელია ველოდებით რაღაც რეაბილიტაციას, ხელ შეკრულებებიც გაგვაფორმებინეს, რომ დავთანხმდით, რომ სახლების რეაბილიტაცია განხორციელებულიყო, გადათხარეს გზები და დატოვეს ყველაფერი ესე. მე ნახე დავძებნე დოკუმენტები და ყველაფერი დევს ახლა ეგ შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, რომ 22 წლიდან დღემდე გადახდილია თითქმის 22 მილიონი და არანაირი რეაბილიტაცია იქ არ განხორციელებულა. რაღაცები ამოთხარეს, რაღაცები რაღაცა როგორ ხდება ხო? ხო, როგორ ხდება და ყველა საინტერესო ის რომ ხელფასებიც არ გადაუხადეს. ძლივს მივაგენი ქვე კონტრაქტორს, ვინც შემსრულებელი არის აი ამ დავალებების. მოკლედ ძალიან საინტერესო მთლიანად მოდი გეტყვი, ყველაზე მთავარი პრობლემა რაც არის, ის რომ ეხლა თქვი რომ გზა არ არის, წყალი არ არის, ან ტრანსპორტი არ არის, გზა არ არის, წყალი არ არის, იქ სადაც რეაბილიტაცია განხორციელებული 300 მილიონზე მეტია დახარჯული ქვეყნის მასშტაბით წყლის სისტემების მოგვარებაზე და რეალურად ყველგან პრობლემაა. ეხლა შილდიში ვიყავი 26 მაისს გმირების მემორიალთან და შემდეგ სოფელშიც მანამდე მომართე სოფელებმა რომ ჩვენთან ჩამოდიო და ბევრს პირდაპირ ინფორმაცია რომ ან წყლის გაყვანილობა თუ რაღაცა ჭაბურღილები რაღაცები გააკეთეს და მიუხედავად ამისა 2 დღეში ერთხელ აქვთ ხოლმე გრაფიკით ეს წყალი და მე უამრავი სხვადასხვა სოფლიდან და დაბიდან წერე რომ წყალი პრაქტიკულად
პრობლემაა ყველგან. წყლის ქვეყანა. აი წყლის ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ხართ უდაბნოში, ხო? ეს ხო არ არის ისრაელი, ეს ხო არ არის რა ვიცი საუდის არაბეთი, საქართველოა. წყლის ქვეყანა ვართ, აი ყველგან წყალია, ხო? პრობლემა კი არა, მართლა ისე ქვეყანა ვართ, რომ ძალიან დაბალი ტარიფი უნდა იყოს წყალზე. კი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მან, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო და იცით რა არის, როდესაც აი ამ მეც ვფიქრობ, რომ აი ეს ფულს რო იპარავს ყველა, აი მარტვილში იქაც დაახლოებით 30 მილიონიანი პროექტი იყო და დღემდე ბოლომდე მიყვანილი არ აქვს და მე კიდევ ორჯერ სხვადასხვა ტენდერი რომ გზა მაინც დააყო, იმიტომ რომ შეწუხდა ხალხის გზა რომ გადათხარით და დატოვეს ესე. ხა გზას აგებენ ფაცხა-ფუცხით სასწრაფოდ. და ასეთი შემიძლია უამრავი მაგალითი მოგიყვანოთ, აი მაგალითად სადღაც რომელიღაცა მუნიციპალიტეტში რაღაცა სიპი ფურცელს რო არსებობს, ერთი ადამიანი 700.000-ია წელიწადში დახარჯული. ერთ ადამიანმა ეს 700.000 მარტო ხარ დახარჯა. მარტო ხარ დახარჯა. რო არ არსებობს და გამდერო ეს რო არ არსებობს, ის რომ ამბულატორია არ არის, ის რომ რეანიმობილი არ არის, გაზი რო არ არის დღემდე, გაზი ფიცრება ლეჩხუმში. იცით რომ ლეჩხუმში დღემდე არ არის გაზი ფიცრება. სოფლებზე არ ვიყავ ცაგერში, ლეჩხუმში, ხო? ცაგერში დღესაც არ არის გაზი ფიცრება. რეანიმობილი რო არ არის ეს გასაგებია, საავადმყოფოს არ ემონტებენ, ვერ დაამთავრეს. ასეთ საკითხებზე, აი ესეთი უამრავი შემილია, აი დამითხარით რომელ რეგიონში გაინტერესებთ და გეტყვი რომელ რეგიონში სადვის რა უჭირს, მაგრამ აი რომ მეკითხები რა საიდან რა დასკვნა შემიძლია გავაკეთო აქედან ორი. ერთი ის რომ ესე იგი რაც ამ ქვეყანას მართველი ყოლია და რაც აი ამ ვაი მართველებს ფული მოუპარავთ ეს ფული საქართველოს ხალხს რომ მოხმარებოდა და ქვეყანას და სახელმწიფოს რომ მოხმარებოდა, პოლონეთის დონეზე მაინც ვიქნებოდა, გერმანიის და შვეიცარიის დონეზე არა, მაგრამ პოლონეთის დონეზე მაინც ვიცხოვრებდით. ის დამოკიდებულება მაგალითად რომ აი თან ძალიან საინტერესოა რომ აბაო სოფელში და რეგიონში უნდა სულად ცხოვრობდეს ხალხი, რატომ უნდა ცხოვრობდეს? აი არ ვიცი ხო დადია ხო უყართ ამ ევროპებში სიარული. იქაც ხო ხედავ რა, აი განსხვავება რა არის? რომში ხარ თუ პალერმოში ხარ, განსხვავებას ხო ვერ ხედავ. თბილისში ხარ თუ ოზურგეთში ხარ, ესეთი სხვაობა უნდა იყოს. თბილისში ხარ თუ ცაგერში ხარ, ასეთი სხვაობა უნდა იყოს. არ გვინდა პალერმო, აი პოლონეთში, ვარშავაში ხარ თუ პოზნანში ხარ, ეგეთი ასეთი სხვაობა ხო არ არის? სოფლებში რო დადიხარ, მთის სოფლებში მაგალითად, რა მთის სოფლები არ არის, იტალიაშიც არ არის, შვეიცარიაში გაზი არ აქვს, გათბობა არ აქვს, გზა არ აქვს, წყალი არ აქვს. მაგრამ ეს ერთი რომ დამოკიდებულება, ანუ ყველა იპარავდა და ყოველთვის იპარავდა და აი იპარავს იცი როგორ იყო მაგალითად შევარდნაძის დროს ეს კორუფცია იყო რაღაც ესე ტოტალური და ქვედა დონეზე უფრო, მე სააკაშვილის დროს ქონდა ელიტური კორუფცია, როცა რაღაცა ზევით 5-6 კაცი ანაწილებდა თელ ფულს. შევარდნაძის დროს კორუფცია იყო ბიუჯეტამდე, სააკაშვილის დროს უკვე ბიუჯეტი უსწრებოდა, მაგრამ მე ბიუჯეტს განკარგავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც მას წარმოედგინა ისე, ანუ ელიტური კორუფცია იყო და ახლა გვაქვს ამის რაღაცა ნაერთი, ნაჯვარი, ელიტური კორუფცია, ოღონდ ელიტაში ითვლება არა მხოლოდ მინისტრი ან მისი ოჯახის წევრი, არამედ სადღაც რომელიღაცა სიფში, რომელიმე მუნიციპალიტეტში, რომელიმე სიფში, რომელიმე განყოფილების უფროსი წელდად ითვლება. ანუ იპარავენ ტოტალურად, აი რაღაც აი გული, როგორ გითხრათ რა, ან და როგორც მახსოვს ქართული ოცნება ზუსტად მაგდაპირებით მოვიდა, რომ ეს მანტერი მხარეები აღარ იქნება. აი ეს ერთი დასკვნა ის რომ მოპარვის აი წარმოუდგენელი მასშტაბები გვაქვს და მეორე დასკვნა შემიძლია გითხრა რატომ ხდება ეს ადამიანები საკუთარ თავს არ თვლიან ანგარიშვალდებულად ხალხის წინაშე. ნახე როგორი ამბავია რომ აი რომ მეკითხებია რომ გაიცნობა როგორი კარგი ადამიანები არიან რომ თითქოს აი არჩევნების წინ ესე უყურებამდე პირდებიან ასე რაღაცა მე სკამებზე რომ დასხდებიან რა ემართებათო და გეტყვით რა ემართებათ იმ სკამებზე დასხდებიან არა იმიტომ რომ მათ ეს დაიმსახურეს თავიანთი საქციელი თავიანთი საქმიანობით თავიანთი პოლიტიკური ასე ვთქვათ შრომით ან ხალხის პირდაპირ მხარდაჭერით არა პარტიის ბოსებმა სადღაც დასვეს. აი ამას უყურებ. ეს ადამიანები საკუთარ თავს ანგარიშვალდებულად ხალხის წინაშე არ ვცნობენ. თავარია იქ პარტიის თავში, ვინც არის თავმჯდომარე ან დაახლოებული პირები, იმასთან იყო ახლოს, მზესთან იყო ახლოს და იმასთან დაალაგდე, იმან დაგაფასოს
ის დაგვსვავს მერე სადმე, ან აქ გამგებლად, ან სადმე სამინისტროში, ან სადმე სიფში. ამიტომ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების განცდა ამ ადამიანებს არ აქვს. თორემ მართლა მესმოდეთ, რომ ხალხის წინაშე ხარ ანგარიშვალდებული, აი მერს, მესამე ვადით რო არის არჩეული, გააზრებული რო ქონოდა, რომ ხალხი უნდა ყავდეს კმაყოფილი და ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, მაშინ გააკეთებდა საქმეს. მაგრამ მან იცის, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აქ თბილისში დედაქალაქში პარტია, მართველი პარტიის უფროსობასთან იყოს კარგად. სოფო, ხომ არ ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში თვითონ ამომრჩეველიც არის დამნაშავე? ეხლა თქვი, რომ ვერ გძნობს, რომ ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული. თვითონ ხალხი თუ ითხოვს ამას, მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, რომ ჩვენ, როდესაც მოქალაქეები ვიქნებით მომთხოვნები, ჩვენ უნდა მათ ყოველთვის შევახსენოთ, რომ ისინი არიან დროებით ჩვენს მიერ დაქირავებული ჩინოვნიკები, ხო? დროებით. თბილისში ცოტა პასიურობა არის ამ მხრივ, ხო? აშკარად ჩვენ გურჩენია Facebook-ზე დავპოსტოთ რაღაცა, ვიდრე მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის. აი რაიონებში და რეგიონებში როგორ არის? სთხოვს თუ არა ხალხი? აი ხა გეტყვით ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მითხრა ერთმა მოქალაქემ. აი გან არ ვიბრძოლეო, აი იქ დავწერე, აქ დავწერე, იმას მიმართე, ამას მიმართე, ამას. ისეთ პასუხებს ცემენო და ისე მეკცევიანო, ყოველ ჯერზე თავი დამცირებლად ვიგრძენიო. ამიტომ მოქალაქეებს იმაზე მეც ვერ მოვთხოვ, რაც შეიძლება მოვთხოვო. აქტიურობს ხალხი, ვერ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ როდესაც გზა არა გაქვს, წყალი არა გაქვს, აბრაშვები, მიდიხარ და ითხოვ. მაგრამ დაყრუდა და დაბრმავდა და არ აინტერესებს და რა გააკეთოს ახლა იმ მოქალაქემაც. ეხა რამდენიმე შემთხვევა მქონდა ესეთი, რომ აი 24 წლის არჩევნების წინ ამოვიდნენ ოცნების რაღაცა ეწოდებული რაღაც რო დაარქვეს დელეგატი დეპუტატები და შეგვყარეს ხალხი დაგვპირდენო და ჩვენც კაი დავპირდითო, კაი მოგცემთო ხმასო და მოვტყუდითო. რამდენჯერ უნდა მოვტყუდეთ მეთქი, მაგრამ ყველაზე საინტერესო იცით რა არის, რომ აი ეს დამოკიდებულება, რომ ხალხს უნდა მოვთხოვო უფრო მეტი ბრძოლა, იცი შეიძლება ვისურვო ჩემთვის, მაგრამ ვერ ვიქნები ხალხზე გაბრაზებული. ავტოკრატული რეჟიმის პირობებში, როდესაც სამართლის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია, ახლა რასაც უყურებთ, რომ დაზარალებული ბიჭის ახლობლები როგორ ითხოვენ, რომ ჩვენ თვითონ ან მამის ახლა მადლობა უნდა მოახდევინონ იმ ბიჭს, ესეთ დონემდე მივედით, ხო, გორის გულისხმობ, რომ ახლა მას მე მინახავს ეს უამრავჯერ მინახავს, როცა რეჟიმია, მაშინ მოქალაქეებს ეშინიათ საუბარი თავიანთ პრობლემებზე. ამისთვის ვარ ჩვენ, ამისთვის ვარ, რომ მეუბნებიან, აი თქვენ დადიხართ და ლაპარაკობთ ხალბატონო სოფო და ეს თუ ლაპარაკობთ, მაგრამ აზრი რა აქვს? მაგას რომ მეუბნებიან ხოლმე, რომ ნიჰილიზმი არის, გეტყვი რატომაც არის, ნიჰილიზმიც არის და იმედგაცრუება და ერთ-ერთი ესეთი სერიოზული პრეტენზია რაც მაქვს ოცნებასთან, ეს არის, რომ ოცნება მოვიდა ისეთი განწყობით ხალხის ისეთი მოლოდინით და ისეთი იმედით, რომ ამჯერად მაინც რაღაც შეიცვლებოდა, აი რაღაცა ბოლო-ბოლო მილიარდები არის პარტიის თავმჯდომარე ფულს მაინც არ მოიპარავს და ეს ხალხი გვინახავს, რომ იბრძოდნენ თქოს და რაღაც და აი ეს იმედგაცრუება ხალხში რაც არის, ხალხის ბრალი არ არის. ეს არის იმათი ბრალი, ვინც ამ ხალხს პირდებოდა და მე არ შეასრულა. მე რომ ვიღაცა მეკითხება რატო შეხვედი პოლიტიკურ პარტიაში და პოლიტიკურ ბრძოლაში, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ იმდენჯერ მომატყუეს ამ ჩემი ხა 35 წელია ვუყურებ ამ პოლიტიკას, მაინც ხა უფრო ესე რაც უფრო დავინტერესდი პოლიტიკით და ამ ხნის მანძილზე იმდენჯერ მომატყუეს და იმდენჯერ გაგვიცრუეს იმედი, მეთქი, მოდი მე თვითონ ვცდი რომ ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც როგორც მინდა რომ ყოლოდა. და ეხლა მხოლოდ იმიტომ რომ მე თვითონ შევეცდები ისეთი ვიყო, ისეთი პოლიტიკოსი, რომ მე რომ მომეწონებოდა და რა ვიცი, ეხლა ძალიან ბევრი პრობლემა არის, რომ ის მოგვარება შესაძლებელია, ნება რომ იყოს, აი ნება რომ იყოს და ეხლა მესმის რომ პატარა პარტია ვართ, ახალგაზრდა პარტია ვართ, 12 კაცი რა შეიძლება ახლა პარლამენტში აკეთო, როცა იქიდან უმრავლესობა საერთოდ დაყრუებულია და სიმართლეზე და თეთრზე გეუბნება რომ შავია, მაგრამ მე მაინც ვჯერა რომ ბრძოლას აქვს აზრი და რა ვიცი ახლა სხვა ესე რა ქვია წვეთი ან რო ხო იცით როგორ არის რა კი რა თქმა უნდა ახლა სხვა კოზი დაილიაო და წვეთი ქვას ხრեց და მე ამის ვჯერა და სხვათა შორის კიდე ესეც მინდა დაკვირვება გითხრათ 24 წლის არჩევნების წინ რომ დავდიოდი გარდაკარგ უფრო მეტი დაზაფხულობა იყო ხალხში და ეხლა იმდენად გამწარებული და გაბრაზებული ხალხი რომ აღარც ეშინიათ საუბარი
აი ეხლა ერთმა მითხრა ერთმა მოქალაქემ რომ დამე მეთქი ხომ არ გეშინია თქო რაღაც სადღაც რის უნდა მეშინოდეს აი მეტი რა უნდა დამემართოსო სამსახური მე არა მაქვსო გზა მე არა მაქვსო წყალი ხან მაგ ხან არა მაქვსო სკოლა ვერ მაღირსესო რომ ბავშვები სადღაც დამყავ შეკუჭულიო მეტი რა უნდა დამემართო ნუ ახლა თუ მოვლენდა ამ ბაბუო ჩემის დატოვებულ სახს წამბარცმევენო ფოკაია დანარჩენი რა უნდა დამემართოსო ასე ზღვრამდე მიიყვანეს ადამიანები უბრალოდ აი შიში რო კიდე რა უნდა უყონ ახლა აი რა უნდა დაემართოს იმ ადამიანს მეტი სოფო ხომ არ ფიქრობ რომ აი ასეთი საუბარი მეც ძალიან ხშირად გამიგია ხო და ხალხში რომ იმედგაცრუება შიშია ნამდვილად არის უკვე შიში ხომ არ ფიქრობ რომ ეს არის ოპოზიციის ბრალი გინდა საპარლამენტო ოპოზიცია გინდა არასაპარლამენტო ოპოზიცია ხალხს არ აქვს დაცულობის შეგრძნება კი მესმის საჯარო მოხელე გამოუშვებენ სამსახურიდან ვინ იცავს მას ხო აი ამიტომ ლაპარაკობ რომ რეჟიმია თქო აბა ავტოკრატული რეჟიმია თქო რომ ამბობ რის საფუძველზე ვამბობ ამის საფუძველზე ვამბობ იცი რა არის როდესაც აი ოპოზიციის ბრალიულობაზეც ვილაპარაკებ ახლა ის ოპოზიცია რომელმაც 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ მთელი ავიცი როგორ ვიხარ კამპანია მოაწყო არჩევნების წინააღმდეგ კი მახსოვს რა თქმა უნდა საკუთარ ბრალეულობას უნდა გრძნობდეს და საკუთარ პასუხისგებლობას იმიტომ რომ ავტოკრატული რეჟიმის პირობებშიც კი როცა შენი ინტერესი ოპოზიციის ინტერესი უნდა იყოს არჩევნების გადარჩენა და ამ დროს შენ გამოდიხარ და ამბობ რომ აზრი არ აქვს არჩევნებს რა არის ეს აი რა ქვია მავნებლობა ქვია ამას უპასუხისგებლობა ქვია აგერ ვინ თან ახლა რასაც უყურებ ვინ ვისთან გარიგდა ხად გარიგდა რა თქმა უნდა ამას ყველას აქვს საკუთარი წვლილი მე ჩემ თავს ვთხოვ როგორც პოლიტიკოსი საკუთარ ახლა 24 წლიდან პარტიის წევრი ვარ საკუთარ თავს ერთადერთი რასაც ვთხოვ რომ უფრო მეტი რა პრეტენზიაც აქვს უფრო მეტი უნდა იმუშაო უფრო მეტი უნდა იარო უფრო მეტი კავშირი უნდა გქონდეს ხალხთან და უფრო რა შეიძლება რა ვიცი როგორ ვითხარ ხანდახან ვამბობ რომ 24 საათი დღეში ძალიან ცოტაა თქო უფრო მეტი მჭირდება მეთქი რომ რაღაცა მოვახერხო თუნდაც უბრალოდ ლაპარაკი უბრალოდ აი არ ვიცი ხა რაც პარლამენტში ვარ ოქტომბრის ბოლოს შევედით ხო ამ 70-მდე წერილი მაქვს სხვადასხვა საქმეებზე სხვადასხვა საკითხებზე აი არ ვიცი მით დაწყებული ვიღაცა ვერ წლობით ცდილობს რომ დაიფორმოს პასუხებს და უშოთ მუნიციპალიტეტი კი რამდენიმე შემთხვევა იყო როცა არ გაგწეს პასუხები და შემდეგ სხვანაირი მე დეპუტატი ხარ და პირდაპირ გეუბნება კონსტიტუცია და რეგლამენტი რომ დეპუტატისთვის პასუხისგაცემა აუცილებელია თუ არა სხვა შემთხვევაში არის ამოხელეო დანაშაულია და სანამ მესამე თუ მეოთხე წელში არ დავემუქრე რომ მიმართავ მაშინ შესაბამის ზომებს იმიტომ რომ შენ პასუხს არ მაძლევ ეს უკვე სამოხელეო დანაშაულში ადიხარ მე უკვე ვიღებ პასუხს იცი რა ხანდახან ვფიქრობ იმასაც რომ ესეც არ არის პატარა საქმე თუ ის მოვახერხ რომ ჩვენ რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ ეს ძალიან ბევრს არის ამას წინათ ერთ-ერთი მოქალაქე მეუბნებოდა რომ ვაიმეო აიო მისაო წარმატებას გისურვებთო და აი თქვენ რომ იყოთო რაღაცა თანამდებობაზე ანუ დაწინაურებას მისურვებს და ამაზე უფრო მაღალი სკამი თანამდებობა საპარლამენტო რესპუბლიკაში ვიდრე პარლამენტის სკამი უბრალოდ არ არსებობს უბრალოდ ხა ჩვენ კონსტიტუციით ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა მინისტრი პრემიერი შეიძლება შეცვალო და შენ 4 წელი ხარ პარლამენტის წევრი საპარლამენტო რესპუბლიკაში შენ გაწყვეტ როგორი უნდა იყოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა შენ აკონტროლებ როგორ მიყვებიან მე ამ პოლიტიკას და ყველაზე მთავარი შენ ხარ იქ ხალხის წარმომადგენელი სამი მთავარი ფუნქცია აქვს პარლამენტს წარმომადგენლობითი საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ხანდახან რომ ვიყურებ იქ ჩემს კოლეგებს ოცნებიდან ვფიქრობ აი ხა ამათ ნეტა გააზრებული არა ამათ ვარო გაიაზრონ სინამდვილეში რამხელა პასუხისგებლობა აწევთ მხრებზე შეიძლება გული გაუსწრეთ შიშით იმიტომ რომ უმრავლესობას გააზრებულიც არ აქვს აი გააზრებულიც არ აქვს რა ფუნქციას და როლს და მნიშვნელობას ასრულებს პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში. ესეც მოცემულობა აქეთ, სამწუხაროდ ასეთი ამბავი გჭირს. ხო, სამწუხაროა, რომ ამ ბოლო ხანების განმავლობაში ალბათ ჩემი კოლეგები და მე თანხმობიან ახლა, იმიტომ რომ ძალიან ჩაიკეტა სისტემა, ვერც ერთი უწყებიდან, პრეს-ცენტრებიდან, პასუხი არის ეს, დაგიბრუნდებით. ახლა დაამატეს მეორე სიტყვა, დაგიბრუნდებით, მოგვიანებით. მოვიკვლევ და დაგიბრუნდებით, მოგვიანებით. აი ასე და ამიტომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია და შეეძლოს მისი სათქმელის შესაბამის სტრუქტურებამდე მიტანა. თქვენ ახლა მინისტრები ახსენეთ და სულ რამდენიმე ხნის წინ
პარტია საქართველოს პარლამენტში დაიბარა განათლების მინისტრი. აი რა იყო ძირითადი, რატომ დაიბარეთ თქვენ განათლების მინისტრი და მისი წასვლის შემდეგ მიიღეთ თუ არა თქვენს კითხვებზე პასუხი? ხო, გიპასუხებთ, ჩვენმა პარტიამ გახარია საქართველოსთვის, ჩვენმა ფრაქციამ მანამდე სანამ განათლების მინისტრს მოვიყვანეთ, ყავდა ასევე ინტერპელაციას დაბარებული ჯანდაცვის მინისტრი და შემდეგ უკვე ახლა წინა ხუთშაბათს იყო, ხო? ყავდა უკვე დაბარებული განათლების მინისტრი. იმიტომ რომ მიზანი იყო, რომ ეს რაღაც რეფორმა რო დაიწყეს, ესეთი ფაცხა-ფუცხით გაკეთებული რაღაც რეფორმა რო დაგვიანოსეს და მე რო გზა რომ რაღაცებს ვიგებთ, პირველად როცა რეფორმის შესახებ გვამცნეს, ირაკლი კობახიძემ გვამცნო რომ აი რაღაც რეფორმას იწყებდა, არსად არანაირი კონცეფცია, დოკუმენტი, აი ფურცელზე დაწერილი კონცეფცია, რაღაც კონცეფცია, ეს სულ კონცეფცია. სტრატეგიაზე არცაა საუბარი და ეგ მე ჩაშლილ გეგმაზე. ისიც კი არ მოიპოვებოდა, ძალიან დიდი დრო დასჭირდა ამას, როცა მოვიდა და გვითხრა თან, ვაი ხა განათლების რეფორმას იწყებს და ის რაც გვითხრეს, თავიდანვე ჩანდა, რომ პირდაპირ იყო ჩარევა დამოუკიდებლობაში უნივერსიტეტების, ძალიან ბევრი გაურკვევლობა და ბუნდოვანება იყო და აი დღესაც, აი რამდენი ხანია უკვე 6 თვეა, ხან სხვადასხვა ეს კანონ პროექტები მოაქვთ ამ თავისი შესაბამისად, ყველა კანონ პროექტში უამრავი ხარვეზია. შემდეგ თვითონვე ასწორებენ ამ ხარვეზებს, მერე დროდადრო გვიბრუნდებიან და გადავადებას აკეთებენ რაღაცის ან რაღაც აზუსტებენ, მაგრამ თავარი იცი რა არის, აი რეფორმა ხო რეფორმისთვის არ მეკეთებოდა, შენი რეფორმა ხო აკეთებ რაღაცა კონკრეტული მიზანი გაქვს წინ და იცი რომ აი 10 წლის შემდეგ აი აქ ვიქნები და ამის შესაბამისად უნდა აკეთებდე. ანუ შენ 10 წლის მერე სად უნდა იყოს შენი განათლების რეფორმა, სად ხარ 10 წლის შემდეგ, რას გაძლევ შენ ეს განათლების რეფორმა? ეს ხედვა არ აქვს. ეხლა როგორ ფიქრობთ როგორ შეიძლება განათლების რეფორმის თვითმიზანი იყოს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი? ეს არის თვითმიზანი? ანუ ერთ ქალაქში ერთი უნივერსიტეტი მჭირდება თუ 7? ეს იმის იქედან გამომდინარეობს, შენი მიზანი რა არის? შენი შედეგი რა უნდა დადოს ამ რეფორმამ? ამაზე ესეთი წრაფარეტული სიტყვა რომ ჩვენი რაღაც რომ უნდა იყოს შესაბამისობაში და განათლება გქონდეთ და რაღაც ეს არ არის კი რაღაც ხო არა ბაზრის კვლევა ხო საოცარი არის კიდე ბაზრის კვლევა შეიძლება იყოს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით მაგალითად როდესაც ახლა ბაზრის კვლევაც იყო რომ ჩავიხედე ახლა მაშინაც უთხარი კობახიძე რო იყო მოსული მე ჩავიხედე როდის ჩავიხედე ბოლოს იმ ბაზრის კვლევაში მოთხოვნებში თქო და ბაზარში რო ითხოვენ კარტის ამ ჩეხალს სასტუმროს თანამშრომლს ეს არის განათლების სისტემის ასე ვთქვათ ფუნქცია შეიძლება პროფესიულმა სასწავლებლებმა მომავალი წლის ან უახლოესი 5 წლის გეგმა რომ გააკეთონ ან თა პროგრამები გააკეთონ იმას ჭირდებოდეს პროფესიულ სასწავლებლებს რომ იცოდეს ხაბას ითხოვს ვიღაცა ტუროპერატორს ითხოვს ვიღაცა ელექტრიკოს ეს გასაგებია მაგრამ თლიანი განათლების სისტემა ბაზრის კვლევას როგორ შეიძლება ეყრდნობოდეს ანუ მიზანი რა არის განათლების სისტემის ხო არა შეიცვალა არა მე ისიც ძალიან საინტერესო იყო როცა ვეკითხებოდი თუ აი როცა ესეთი დიდი რა თქმა უნდა სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის რეფორმა ფინეთშიც მაგრამ ამ ყველა რეფორმას წინ რაღაც კვლევები რა თქმა უნდა 6 წლიანი, 5 წლიანი, 3 წელი ემზადებოდნენ დიდი რეფორმებისთვის. ამას სწავლობდნენ. და რომ აი და ყველა საინტერესო რა იყო, როცა მოვიკითხე რომ აი გითხარით როცა ხო შეიძლება გითხრათ ვინ ექსპერტები უნდა წილობდნენ. აი დამისახელეთ სახელები, გვარები, ექსპერტები, მათი გამოცდილება, რატო უნდა ბენდო, ხო? ვერ დაგვემხილეს, უიძახდა გრიფის საიდუმლო ხო ეს ისე ხო არ არის, აგერ მიწები რო გაყიდეთ და ვიღაცას მიეცი და მეუბნები რომ იგ ჰილსის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგცემო, გრიფის საიდუმლო რო დადეს. ამას შეიძლება ექსპერტის შესახებ ინფორმაციას გრიფის საიდუმლო ედოს? მე რომ ძალიან რომ ჩავაცივდით, მე ის რა ქვია, ცენტრის თანამშრომლებიო. ვაფასებ რა თქმა უნდა ყველა პროფესიონალს იმ ცენტრში ვინც მუშაობს. მაგრამ მაშინ მითხარი რომ განათლების რაღაც ხარისხის ცენტრმა იმუშავა ამაზე. ნუ მეუბნები რომ ექსპერტები მე აღმოჩნდა რომ ირაკლი კობახიძე ითვლება თავად ექსპერტად და განათლების სისტემა რო ძირეულად შესაძლებელია, მაგრამ რა თქმა უნდა უნდა დაიწყოთ. ნახეთ, თან არის, როდესაც რაღაცას აკეთებ, თვითმიზანი პროცესი ხო არა, ამ რეფორმა ხო? შენ უნდა, აი პირდაპირ უნდა ხედავდეს და ხედვა უნდა გქონდეს განათლების მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, ვინც შემოგთავაზეს 10 წლის მერე სად არის ჩვენი განათლების სისტემა. დღეს რომ შევადაროთ, არც ვიზომებით, რასთან შედარებით უნდა გავიზომოთ, რისთვის უნდა მოამზადოს.
ამ მოქალაქეან ახალგაზრდა ამ განათლების სისტემამ, ხო? მართლა ელექტრიკოსი ხო არ უნდა მოგიმზადოს? კი, რა თქმა უნდა, მჭირდება და ენერგეტიკის სფეროში და უამრავი მიმართულებით მჭირდება და ექთანი მჭირდება და აგრონომი მჭირდება. მესმის, რამდენი ეს გავიგე, აქ შეიძლება ითვალო, ეს გათვალო, მაგრამ მაინტერესებს აბა ახლა ფილოსოფოსები, მაგალითად ფილოსოფიის ფაკულტეტი, მაგალითად ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, რომელმა ბაზრის კვლევამ უნდა უთხრას, რომ ქვეყანას ჭირდება ამდენი ფილოსოფოსი. ანუ ადამიანებს გონიათ, რომ განათლების სისტემა მთლიანად მხოლოდ ამაზეა, რომ აი შენ რაღაცა გასწავლოს, მაგალითად, რა ვიცი, ინჟინერია რაღაც კონკრეტული საქმის. განათლების სისტემა ხო პროგრამაც გადასახებია. არა, ბევრი დეტალი, მაგრამ თავარი მიზანი ხომ სხვა არის, ხო? რას ემსახურება შენი განათლების მთელი სისტემა? კი, სხვადასხვა მიზანი შეიძლება იყოს, მაგრამ საერთო რაღაც ხედვა ხო უნდა გქონდეს სათხარ, მაგალითად, ხო? იმის მიხედვით იღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ნუ აი ძალიან საინტერესო იყო, თუ დაუსვით თქვენც ნახეთ, რომ რეგიონებში არ არის სასკოლო შენობები, ხო, სკოლები და მაგაზე იყო ძალიან საინტერესო პასუხი, ხო? თბილისში ძალიან ბევრი პროტესტი ვნახეთ ახლა ჩვენ, დაინგრა სკოლები, დაშალეს და მე აღარ აშენდა, სხვათა შორის ბაღების შენობებსაც მაგალითად ძალიან საინტერესო პასუხი ჯორდანიას ბაღი, რომელიც დაანგრიეს და ნუ მაშინ ჩვენ რო ვაშუქებდით ამას, ყველაფერი ვიყავით, ინტრიგნებიც ვიყავით, ყველაფერი ვიყავით და გავიდა მე მგონი 5 თუ 6 წელია გასული და შენობა არ არსებობს. კეთი აი ეგ ავლაბარში სამი სკოლა, აი ზემოთ არ წავალ დიდუბეში და საბურთალოზე, აი აქ თქვენს უკანა ხო რომ გავყვეთ ავლაბარში სამი სკოლა ესე დაკეტილი. ერთი დაანგრიეს და არ ააშენეს, მეორე რეაბილიტაცია მიდის და ხო ამაზე ძალიან საინტერესო პასუხი იყო, რომ მე რატომ ეკითხებითო, ეს ყველაფერიო ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადავეცითო და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოკითხეთ. წარმოგიდგენთ, ახლა განათლების მინისტრი მეუბნება, რომ სკოლა რო არ აქვს ბავშვს და განათლებას რომ ვერ იღებს სათანადოს და რაღაცა გადანაწილებული არიან სამცვლაში სადღაც და გზაში ატარებენ ბავშვები ნახევრად ტრანსპორტი ხო მოგეხსენება თბილისში როგორ არის და რა თქმა უნდა აი აქ ახლა აგერ ავლაბრდა ზემოთ ბაზის უბანში დაყავთ და ბავშვი 2 საათი იქეთ გზაშია ამ ტრანსპორტის გადამკიდე და უკანაც მაგრამ მე რა უნდა იმეცადინოს ძალიან საინტერესო პასუხი ჰქონდა განათლების მინისტრს ამასთან დაკავშირებით როდესაც გვიპასუხა რომ მას არ ეხება ვიცით რომ მეორე წელია გადაეცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აშენება და მშენებლობა თვითონ ამ პროცესის ასე ვთქვათ მართვა შენების ან ტენდერის გამოცხადება ეს გასაგებია მაგრამ შენ როგორც განათლების მინისტრი ამით არ უნდა ინტერესდებოდეს ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყვეტ სად უნდა აშენოს სკოლა და რომელი სკოლაა პრიორიტეტული შენ და განათლების მინისტრი არ წყვეტ ამას ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიძლება თვითონ ის პროცესი ტენდერის გამოცხადების და იმ მშენებლობის პროცესი და იცოდეს იმიტომ რომ ამაზე ორიენტირებული როგორ უნდა გამოაცხადოს არა ეს კი იდე ხა რაღაცას ცვლიან თითქოს და ვნახოთ რა გამოვა აი კარგი ეს გავიგე მაგრამ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რა იცის? აი რა იცის? საიდან იცის, რომელი სკოლა არის დღეს ყველაზე პრიორიტეტული? და ის შენ მიეცი მას დავალება, შენ არ უნდა აკონტროლოს, შენ არ უნდა მისცე დავალება? ის აშენებს, ხო? მაგრამ შენ ხო ამაში ჩართული უნდა იყო, პროექტში ჩართული უნდა იყო, შენ ხო უნდა იცოდე, როგორი სკოლა გინდა, რა სტილის სკოლა გინდა, მთელი სკოლის ინფრასტრუქტურა როგორი უნდა იყოს. აი წარმოუდგენელ რა ვიცი როგორ გითხრათ აი ფაქტიურად ახლა უკვე ინფრასტრუქტურაზეც აღარ არის ლაპარაკი თვითონ შენობა არ არსებობს და ხო კი მაგრამ მე იყო ძალიან საინტერესო კიდე ქონდა რომ აი რატო არის თან კომპეტენცია არა გაქვთ რომ მე რატომ ეკითხებითო ანუ ინფრასტრუქტურა აშენებსო და მე რაღაცა ცოტა ხნის მერე ყვება რომ აიო მალე ასეთი სკოლები იქნება შექმნა შენ რა იცი კაცო შენ თუ ამბობ რომ მე არ მეხება სკოლების აშენებაში რა იცი როგორი სკოლა იქნება და როდის იქნება და აღნიშნა რომ ყველა დანგრეული სკოლა მისი ძალიან დიდი გულისტკივილი ხო რა ვიცი ხა გულისტკივილი კითხოს მშობლებს როგორი გულისტკივილია და გულისტკივილი კი რა 4 წელია 4 აგერ გეუბნებით აგერ უკან გავიდეთ აი აგერ გეუბნებით ქეთევან წამებულზე აგერ ნაძავადეჯეც იყო აგერ ზურგს უკან ეხა რომ ავიდეთ ზემოთ ქეთევან წამებულზე 2 სკოლას გაჩვენებთ ზემოთ ქეთევან წამებულზე ერთი დანგრეულია და ნანგრევებია მეორეს რეაბილიტაცია მე-4 წელი მე-5 წელი დაიწყო მიდის და არც იციან მაგრამ ეს ინფრასტრუქტურაზე არ არის საუბარი მთლიანად ანუ და მე იყო ძალიან ისეთი თემა რომ გავუბრაზდნენ რომ პროფესიულ სასწავლებლებზე რატო არ გკითხეთ ეგეც ძალიან საინტერესო შეფასება ქონდათ პროფესიულ
თვითონ აი ცოტა ხნის წინ მქონდათ ინიციატივა რომ პროფესიონალები არ ყოფნისო ესეთი რაღაცა ელექტრიკოსი არ ყოფნის რაღაცა ესეთი ტრაქტორი ახლა უნდა შემოვიყვანოთო სხვა ქვეყნიდან უნდა გავამარტივოთ შემოსვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ანუ იაფი მუშახელი უნდა შემოვიყვანოთ რეალურად ესე გამოდის იმიტომ რომ ჩვენ არ ვფიქრობთ რომ საქართველოს მოქალაქეები იაფი მუშახელი უნდა იყონ მაგრამ შენ რომ მეუბნები 14 წლის თავზე რომ პროფესიულ სასწავლებლებს გააქვთ და რაღაცა ეგეთი ამ დროს პროფესიონალები არ ყავს 14 წლის თავზე აღმოაჩინე შენმა პროფესიულმა სასწავლებლებმა პროფესიონალები ვერ მოგწეს და რაზე უნდა მელაპარაკო ახლა რატო არ დამსკითხვა რა კითხვა უნდა დაგისვა მე ვხედავ შენ მეუბნები შენი აღიარებაა რომ თურმე პროფესიონალები მიჭირს და რატომ უჭირს და იმიტომ რომ მონური შრომა რო არ მინდა ამიტომ ჩემი ბრალია რას ნიშნავს აი ახლა გზების დაგებაზე ისე საინტერესოა რომ წესიერ ხალხს ვერ პოულობ თუ ტექნიკა არის შრომა შენ რომ ხელფას უხდიდე ადამიანებს სათანადო ღირსეულ ხელფას პროფესიონალებიც გეყოლება და ტექნიკაც გექნება შენ როდესაც სტენდერს აცხადებდა იქედან 30%-ის უკვე მოპარულად განხილვა სარაპირებ უკვე მოპარული არ გაქვს შენთვის სახში წაღებული და მე რაღაც ნაწილი ალბათ მაში პარტიაში მიტანილი მაშინ არც ტექნიკა გაგიჭირდება არც ხარისხი გაგიჭირდება არც ხარისხიანი მასალა გაგიჭირდება და არც პროფესიონალი გაგიჭირდება სხვადასხვა პროფესიონალურ სასწავლებლებსაც უნდა დიდი პოპულარიზაცია სადაც არის კი რა თქმა უნდა ახლა მაგრამ მშობლების მენტალიტეტი ხო მაგრამ ძალიან საინტერესო იყო იქაც ნინო წმინდის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დააპირდა რომ ექნებოდა პროფესიული სასწავლებელი და ნუ აგრარული მხარეა ხო ტურისტული პოტენციალიც აქვს იმას მოკლედ არ ეგრესა და პასუხად რა მითხრა იცით როცა მან განათლების მინისტრმა პასუხი დამ რომ აიო ახალ ქალაქში იქნება მომავალ წელსო თუ წელსო ახალ ქალაქში რომ იქნება და ნინო წმინდაში რომ არ იქნება ეს მე ნინო წმინდაზე გეკითხე მიგ დაპირდი და ახლა მოგიყვებით ახალ ქალაქსა და ნინო წმინდას შორის ორი ხო განსხვავებული ორი მუნიციპალიტეტია ტრანსპორტი არ დადის აქედან იქ რო წახვიდე ტაქსით უნდა წახვიდე 25 ლარი უნდა გადაიხადო ხო მაგარი ამბავია ხო და აი ტრანსპორტი რო არ მოძრაობს ასეთ ვითარებაში გეუბნება მე პასუხად ეს მაგრამ აი აქ ვაკეთებ გავიგმარ იქ რო დაპირდი და არ აკეთებ მოკლედ იცით რას მივხვდი კიდე ეს პასუხისგებლობის ასხლეტა არის აი წარმოუდგენელი რამე აი როგორ იცილებენ პასუხისგებლობას აი რა ვიცი ახლა თითქოს ჩემი მინისტრები იყვნენ ისინი ციხეშროს ხედან ახლა ჯანდაცვის მინისტრი იმის რა ქვია თავდაცვის მინისტრი უნდა დამესვა თუ აი ამდენი ხნის მანძილზე ყველა მინისტრი პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი იყო დამნაშავე კორუფციონერი პასუხისმგებლობა ვისია იგივე თქვენი პარტიის ლიდერის შემთხვევაში ხო დაუშვათ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როდესაც ყველანი გამოვიდნენ და გახარიას დასაცავად დადგნენ. მე იცით გვახსოვს, როდესაც ყველანი გამოვიდნენ და პირიქით. გახარიაზე, რა ვიცი, მე ალბათ ლეგენდები შექმნეს კი. გაიმეტეს. აი სად არის და ვისთან უნდა მივიდეს ეს პასუხისმგებლობა? ანუ გამოდის საკადრო პოლიტიკა რო ვარ გაც? თუ რა ვისთან მიდის ეს პასუხისმგებლობა? თითოეულ მათგანთან მიდის ეს პასუხისმგებლობა. როგორ გითხრათ, აი ძალიან საინტერესოა. მე ხო მაგალითად არ გაუგივარ ჩემს იმას, რომ რაღაც ვუჭერდი ამ ძალას მიუხედავად უამრავი ხარვეზისა მათ მმართველობაში ხარს ვუჭერდი ამ ძალას იმიტომ რომ ხედავდი რაღაცა რაღაც სწორად რაღაც სწორ მხარეს მიდიოდნენ სანამ საერთოდ არ გაგიჟდნენ და საერთოდ მეორე მხარეს არ წავიდნენ ხო და ეგეც ძალიან საინტერესო კითხვა დასვით ამას რომ გეუბნები კაცო ეხლა ეს თქვენი პარტიის მინისტრები არ იყვნენ აი თქვენი პარტიის პრემიერ-მინისტრი არ იყო ციხეში რო ყავთ ახლა კორუფციის გამო თქვენი პარტიის მინისტრები არ იყვნენ ჯარს რო პარავდნენ თქვენი პარტიის მინისტრები არ იყვნენ ჯანდაცვიდან ფულს რო იპარავდნენ ანუ რა ვიცი კახკალაძე რომელი პარტიის წარმომის არის რა ვიცი დედაქალაქის მერი მისი თანამშრომელი ბაღების უფროსი რომ მას ბავშვებს პარავდა ფულს მიუსაფრებისთვის კი ბატონო ძალიან ბევრი მაგალითის მოყანაშვებია ძალიან ხო და ნახე და მე მოდიოდა კიდე მე თურმე ესენი მართავენ ქვეყანას რატომ არ იღებენ პასუხისმგებლობას ხო და ამ ეს ვკითხე რომ რა პრობლემა არის თქვენი არაკომპეტენტურობის ბრალია ანუ გეუბნები რომ კორუფცია ვერ ხედავ სანამ არ ვიცი რა მოხდება იქ და რატომ დაფიქრდით ახლა რომ გადანაწილება იქნა როგორ დავიჯერო რომ ესენი ახლა რეალურად მართლა ამ იდეისთვის კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფოსთვის იბრძვიან ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი მან ან მეორე თემა არის ხო მლინქმნელი ხარ ფარისეველი ხარ და რა ვიცი მონური ფსიქოლოგია გაქვს და სანამ ზევიდან არ გეტყვენ ახლა კორუფციაზე დაიწყე ლაპარაკი შენ ამას შვიდად იტან მაშინ როცა
არის, ფარისევლობა არის, ან არაკომპეტენტურობაა, ან შენ ვერ ხედავ კორუფციას და მე ზევიდან რომ დაგავალეს რომ დაინახე, ან ხედავ, მაგრამ ჩუმად ხარ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფარისეველი ხარ, მონა ხარ ჩვეულებრივი. სხვა რა ვერსია შეიძლება იყოს? აი თუ იცი, აი კორუფცია ხდება. ან ვერ ხედავ ან კორუფციას, ან ხედავ და ჩუმად ხარ. ხო, მაშინ რატომ არ ამბობ, როდესაც შენ თანამდებობის პირი ხარ და ყველაფერი შენ გეხება. რა თქმა უნდა, ან ხედავ და ჩუმად ხარ. და რომელი უფრო დიდი დანაშაულია? დიახ. ბოლო კითხვა მოგავსო, სოფო ძალიან დიდხანს გაგვიზარდა საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან ბევრი კითხვა დამჭა და ძალიან მინდოდა თქვენი პასუხების მოსმენა. ქართული პოლიტიკური სივრცის ანალიტიკოსები, ექსპერტები ახლა ამბობენ და სხვათა შორის ამასთან გია ხუხაშვილმა თქვა, რომ თუ ქართულ პოლიტიკას რაიმე ლოგიკა მაინც დარჩენია, შემოდგომას უნდა ველოდოთ ვარდამდელ არჩევნებს. აი თქვენ როგორ ხედავთ? ნახეთ, ამბობენ იმასაც, რომ უკვე ქართული ოცნება ემზადება ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად. თქვენ რა ხედავთ? ვადები არის აქ მნიშვნელოვანი, ან ზოგადად ესე იგი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას სჭირდება თავისი პროცედურები, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში, ქართული ოცნების პირობებში არაფერი გამორიცხული არ არის, რასაც უნდა იმას ჭრიან და კერავენ. ერთი რაც შემიძლია გითხრა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ პოლიტიკოსი ხარ, ან პოლიტიკაში გინდა იყო, ყოველდღე, აი არჩევნები რომ მოხდება, იმის მეორე დილიდან უნდა ემზადებოდი არჩევნებისთვის და სულ უნდა ემზადებოდი არჩევნებისთვის. მე არ ვიცი როგორ გიხარ, დღეს ვერ ვხედავ ამ ლოგი დღეს რომ უნდოდეთ არჩევნების ჩატარება, ამას ვერ ვხედავ სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ დღეს მე მგონი რაღაცა დრო დაჭირდებათ იმისთვის, რომ ცოტა ეს რაღაცა ცდელობა უნდა ჰქონდეთ, რომ ეს ასე ძალიან დავარდნილი მათი რეპუტაცია რაღაცნაირად გამოასწორონ, არ ვიცი, შეიძლება ჰქონდეთ ეს ცდელობა, ამიტომ დღეს ვერ ვხედავ. ეხლა დღევანდელი მოცემულობით დღეს რასაც უყურებ, ხალხის დამოკიდებულება როგორიც არის, რომ პრაქტიკულად ქვეყანა ჯარიმების ქვეყნად იქცა, ქვეყანა სადაც ხელისუფლება ლაპარაკობს ეკონომიკურ წინსვლაზე, ციფრები მოაქვს და ამ დროს ხალხი სულ უფრო ღარიბდება, ქვეყანა სადაც პრემიერი ამბობს, რომ 30,000 ადამიანი მოსყიდული მყავდა ლეგალურად, პირდაპირ თქვა, რომ აბა რისთვის ყავდა მაგითა ჩასმული გიგი უგულავა. რისთვის იჭდა გიგი უგულავა? ამისთვის არ იჭდა? 30,000 ადამიანს რაღაცა მინიმალურ ხელფასს უხდიდით, იმიტომ რომ ჩვენთვის ხომ მოეცაო. ეს თქვა პრაქტიკულად, ხო, ამ ადამიანმა. აი ასეთ ვითარებაში ახლა, აი ასეთ მოცემულობაში არჩევნების ჩატარება რა შეშინდება ხარით? აი თან მაინც ფიქრობ, რომ დღეს არ გეგმავენ მაგას, თუმცა ისეთი მართლობა გვაქვს, რომ პროგნოზების კეთება არის ყველაზე უმადური საქმე დღეს, სიმართლე გითხრათ რა. უბრალოდ როგორც პოლიტიკოსმა უნდა გითხრათ, რომ ერთ ექსპერტი არა ვარ და ვერ ვიტყვი, შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პოლიტიკოსმა შემიძლია გითხრათ, რომ თუ მე პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკაში ვარ, დღეს ყოველი დღე ჩემი უნდა იყოს არჩევნებისთვის მზადების დღე, რა თქმა უნდა. კი ბატონო, აი ახლა ზუსტად გამახსენდა ბელგიაში აი ისეთი ვიჩარება, რომ ვერც მიხვდები, რომ არ არის წინასაარჩევნო პერიოდი. არჩევნების დასრულებიდან უკვე იწყებენ შემდგომი არჩევნებისთვის მზადებას და ანუ სულ მუშაობენ პოლიტიკოსები და აქაც ნამდვილად ასე უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა იმედია კიდევ გვექნება საშუალება რომ შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ და სანამ დაგემშვიდობებოდით უბრალოდ აი ეს მინდა გითხრათ ამჯერად მხოლოდ მოქალაქეებს პოლიტიკოსებს აღარაფერს აღარ გეტყვით რომ ანგარიშვალდებული პოლიტიკოსი თქვენს წინაშე იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ თვითონ მოითხოვთ, მოსთხოვთ და ყოველთვის შეახსენებთ, რომ ის არის თქვენს მიერ დროებით დაქირავებული. ასე რომ, ჩვენი ეთერი ღიაა ყველასთვის, გაქვთ სათქმელი. ვერ აწვდენ შესაბამის უწყებებს, გამგებლებს, მერებს ხმას. მოდით თქვენ თქვით და შემდეგ ერთად ვიმოქმედოთ. მადლობა რომ გვიყურეთ.